გაგვაცნო. Ორიგი კამპანია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ამჯერად პრობლემის გარშემო მომღერლები ერთიანდებიან. Ბრავო რეკორდში სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობს, ასევე დაგეგმილია ვიდეო რგოლის გადაღებაც. ნახეთ ლიზა ციკლაურის რეპორტაჟი ჩამწერი სტუდიიდან. ასე გამოხატავენ მომღერლები პროტესტ ძალადობის წინააღმდეგ, ყველა ერთხმად ერთი აზრით და ერთი იდეით. სიმღერა აქცია ასე უწოდა კომპოზიტორმა ახალ ნამუშევარს და მის ირგვლივ ქართველი შემსრულებლები გააერთიანა. იდეა იყო, რომ ყველანი ერთად გავერთიანებულიყავით და ჩაგვეწერა ეს სიმღერა. სიმღერას ქვია არაძალადობას, ტექსტი დაწერა ირინე სანიკიძემ, გააკეთა არანჟირება ბორიკო შხიანმა, ვიწერთ ბრავო რეკორდში და კლიპს გადაიღებს არტ პალასი. ესე იგი ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ პრობლემის გარშემო. თავისთავად ეხლა როდესაც ჩვენ ღერით იმის წინააღმდეგ რომ ძალადობას არ უნდა ქონდეს ამ ქვეყანაში ადგილი ნებისმიერს. რაღაცა ერთის მხრივ რაღაცა უხერხულობას ქმნის, რომ ამას რა სჭირდება სიმღერა და ამდენი ამბავი, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა. ეს მუშაობს გარკვეულ სეგმენტზე და მე ვფიქრობ, რომ რადგან საჭიროა, იმიტომ ვართ ყველანი აქ. სიმღერა იმ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნოემბერში დაიწყებს. ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ერთკლიპად კომპანია არტ პალასი აქცევს. ხმის ჩაწერას კი ბრავო რეკორდსი უზრუნველყოფს. შემდეგი ეტაპი იქნება პატარა აქცია მოწყობილი კედლებს ფარგლებს მიღმა, ანუ ქუჩაში, ეს რაც საბოლოო ჯამში რაც იქნება გადაღებული, ეს ამას უკვე ნახავს მაყურებელი. ეს ერთგვარი მხარდაჭერა თანადგომა არის მართლაც ამ უნიკალური პროექტის მიმართ, რომელშიც ყველა სიამოვნებით მონაწილეობს. არაძალადობას ასეთია სიმღერის და კამპანიის სახელწოდება. პროექტში სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის შემსრულებლები მონაწილეობენ. ჩემი სათქმელი არის სოლიდარობა ქალბატონებს, მათ ოჯახებს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ქალბატონები აღმოჩნდნენ სამწუხაროდ ამ მსხვერპლის როლში, მათი შვილებიც ამ არასასურველი ისტორიის თანამონაწილენი არიან. ჩვენ მომღერლებს შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, რომ სიმღერით ხალხს მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ იქნება ძალადობა. სიმღერასა და კლიპზე მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება და კამპანიის არაძალადობის ფარგლებში მაყურებელი მას ნოემბერში იხილავს.